ეს არის მთლიანად თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი, მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი, სრულად უდანაშაულოა და სამართლდება სისხლის სამართლის წესით, როდესაც მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენელი ქმედება არ არსებობს, შესაბამისად მთლიანად პოლიტიკურ პროცესთან გვაქვს საქმე, როგორც სასამართლოში, ისე მთლიანად სხვა პროცესებიც რო შევაფასოთ, რაც უშუალოდ ეხება მაღალი თანამდებობის პირების, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ზიას საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ ვხედავთ რომ ფინალთან გვაქვს საქმე, როდესაც სასამართლო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. აქ შეიძლება, რა თქმა უნდა, სასამართლო რომ დამოუკიდებელი არ არის, ამაზე აღარავინ კამათობს უფლებადამცველ ორგანიზაციებში და ველოდებით რას, რომ ერთი მხრივ შეიძლება სწორედ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე მოხდეს ის, რომ რეჟიმი გონს მოეგოს და რაც დაავალოს მოსამართლეს, რომ ამ საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილება მიიღოს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე თავისი გამომტყუნებელი განაჩენით დააზარალებს რეჟიმსაც, იმიტომ რომ სანქციები მოიმატებს, ეხლა ახლოვდება სექტემბერი და დაახლოებით ამ პერიოდში არის მოსალოდნელი მეგობარი აქტის განხილვა ამერიკაში და სხვა სანქციებზეც, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებიც არის საუბარი, რომ ეს სანქციები იქნება და ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებების, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები არის მიღებული, მზია ამაღლობელი საქმე პირველ რიგში არის ნახსენები და რეჟიმს რომ უდრავ მაინც გვაქონდეს, ალბათ დაავალებდა თავის მორჩილ სასამართლოს, რომ მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც ამ სასამართლოზე უნდა იყოს სამართლიან სასამართლოს პირობებში. ეს არის გამომართლებელი განაჩენი. თუმცა ხედავთ, რომ აჭიანურებს სახელაშვილი ამ განაჩენის გამოცხადებას, მას შეეძლო საბოლოო ვერდიქტი ეთქვა გუშინ წინ, 2 დღის წინ, თუმცა არა რაღაცნაირად წამებას უტოლდება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მზია ამაღლობელი და ამხელა მანძილის გავლა უწევს მას ბათუმიდან რუსთავის. კი, მეორე მხრივ ალბათ შესაძლოა შეიძლება ვარაუდების დონეზე ვისაუბროთ, მეორე მხრივ სწორედ ჟანრის კანონით ავტორიტარიზმი ბოლო პერიოდში აჩენს სწორედ ჭყალებს და მე არაერთხელ მithქვამს, რომ ეს ძალადობრივი ქმედებები, რეპრესიების გაძლიერება, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე უკვე ამ ეგრეთ წოდებული კანონების მე ამას ვეძახი უკაზებს, რუსულ კანონებს, რომლებიც წყება მიიღო ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ, ამ კანონების ახსნება გვიჩვენებს, რომ ეს არის რეჟიმის ბოლო დღეები. რეჟიმი ითვლის თავის ბოლო დღეებს და ბოლოს ცდილობს დაიცვას თავისი, ასე რომ ვთქვათ, ძალაუფლება და აქ უფრო და უფრო მკაცრი ქმედებები შეიძლება იყოს მოსალოდნელი და შესაძლოა სწორედ ეს, ასე რომ ვთქვათ, განხილვა მიმდინარეობს შიდა წრეში, თუ რა შეიძლება მზია ამაღლობელი საქმეზე იყოს გადაწყვეტილება მიღებული, იმიტომ რომ ერთი მხრივ მათ, რა თქმა უნდა, სანქციები ელოდებათ, მაგრამ მეორე მხრივ არის ეს წინა განცხადებები, ეგრეთ წოდებულები თომ პოლიციის რეპუტაციის შელახვა და ასე შემდეგ, რასაც ვისმენდით და Deep State-ზე და ამ გლობალურობის პარტიაზე აღარ გავაგზავნებთ რა განცხადებებიც აქვთ გაკეთებული. კი, დაცვის მხარე მოითხოვა მათ შორის ნინო წილოსანის, ირაკლი კობახიძის გამოკითხვა, თუმცა ეს არ გააკეთა სახელაშვილმა.